ეს ხდება მაშინ, როცა ტენკს არ აქვს vacuum breaker-ი. ანუ აქ კიდე ერთი ვალვი უნდა იყოს, რომელიც ჰაერს შეუშვებს. ეხლა არ გამოდის წყალი, აი. წყალი არ გამოდის. იმიტომ რომ ჰაერი არ შედის, ვაკუუმია შექმნილი. ეხლა აქ დასაკეტი აქვს, isolation valve აქვს, მაგრამ აი ეს vacuum breaker-ი არ აქვს. ამიტომ ამას უნდა ჩავბეროთ, ეხლა ჰაერი უნდა შეუშვათ. ან მის მერე წყალი გამოვა. აი ჰაერს შეუშვებთ, რა ხდება? შეწყდება წყალი. როგორც კი შეწყდება, მიწითასვე კიდე ჰაერი უნდა შეუშვათ. ასე იცლება ტენკი, სხვანაირად ვერ დაცლი. სინამდვილეში სავსეა. აბსოლუტურად სავსეა და ალბათ ეს გამოვა 1-3 ვედრო აქედან ისეთი რაოდენობის წყალია შიგნით. აი. ზუსტად ეს არის, რასაც ვეუბნებით კასტომერებს, რომ უნდა იყოს. კიდევ ეხლა აი მაგალითად გრძელი შლანგით რო გავაკეთო დროუნ. გრძელი შლანგით არ აკეთებს, ასე მოკლე შლანგი უნდა იყოს. გრძელ შლანგს ვერ ჩავბერავთ. ანუ არასდიდებით აქედან წყალი არ ჩამოდის თუ ვაკუუმი აქვს შექმნილი ზემოთ. ასე მას ქვია ტენკის ჩაბერვა. ასე ხდება ახალი ტექნიშენების ნათლობა. ეს ამას ჩაბერავს თუ შეეშალა და ზუსტად იმ დროს არ ჩაბერა, როცა წყალი, ანუ ზემოთ ვაკუუმი, როცა ზემოთ ქაჩავს წყალს. აი ამ შავ წყალს გადაყლაპავს.